ეს არის დიდი საეკლესიო დღესასწაული სულთმოფენობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თქვენ სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. დღევანდელი დღის არსი და მის შესახებ მინდათ წაიკითხოთ მღვდელთ მოწამე ირინეუს ლეონელის მიერ ნათქვამი შეგონება. ჭეშმარიტება მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაშია. სადაც ეკლესია, იქვეა სული ღვთისა და სადაც სულია ღვთისა, იქვეა ეკლესია და ყოველგვარი მადლი, ხოლო სული არის ჭეშმარიტება. არ ეგების სხვებთან ძიება ჭეშმარიტებისა, რისი შეძენაც იოლია ეკლესიაში, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საგანძურს, სრულიად შეძინეს მას ყოველივე, რაც ჭეშმარიტებას უკავშირდება. ასე რომ, ყველა მსურველი მისგან იღებს სასმელს ცხოვრებისას. სწორედ ის არის კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი მასწავლებელი ჭყალებში, ქურდი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ამ უკანასკნელთ. უდიდესი უსმოდგინებით ავერჩიოთ ის, რაც ეხება ეკლესიას და შევიწყნაროთ გადმოცემა ჭეშმარიტებისა. რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე დავის დროს, თუ არ გმართებს მიმართოთ უძველეს ეკლესიებს, მოციქულთა სამყოფელს და იქიდან მოვიღოთ სარწმუნო და ცხადი პასუხი. მოციქულებს რომ არ დაეტოვებინათ ჩვენთვის ნაწერები, თუ არ უნდა მოვყოლოდით განაწესის გადმოცემას, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ მათგან და ვისაც მოციქულებმა ანდეს ეკლესია. ეკლესიაში სწავლება არსებობს ერთი პირდაპირ წმინდა წერილი უფლის ჩვენი მაცხოვრი იესო ქრისტეს მიერ მოცემული ჩვენთვის ახალი ჟული, რომელიც შემდეგ გაითავისეს მოციქულებმა, გადმოგცეს ჩვენ, გაამტკიცა ეკლესიის სწავლება 7 სოფლიო კრება და უცვალებელად არის მოსული ჩვენთან და ესე იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ჩვენ იმიტომ ვართ მართლმადიდებლები და იმიტომ ქვია ჭეშმარიტ ეკლესიის შვილები, რომ პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ჩვენ არაფერი არ დაგვიმატებია ამ სწავლებაზე და არც მოგვიკლია და არც არაფერს არ შევცვლით. მივსდევთ იმ პირველ სწავლებას. როგორც სერბი მამა წმინდანი ნიკოლოზი ამბობს, ქრისტიანებისთვის დრო გაჩერებულია პირველ საუკუნეში. ასევე არსებობს გარდამოცემა, რაც ჩვენთვის წმინდა და ვენდობით. და კარგი იქნებოდა მე მინდა ურჩიო ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ვაიმ მწერლებს კი არ უნდა უსმინოს, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე მითი ყოფილა, რომ საქართველოს წყილხვედრი არის ღვთისმშობლის, არამედ ირინეუს ლეონელს მოусმინოს. თორემ მისი ცნობიერება კოლმენობის თავმჯდომარის ვეცდება ჯერჯერობით. ეს მინდა მას შევახსენო. ეკლესიის ქადაგება ყველგან მუდმივია და უცვალებელი. იგი დამოკიდებულია წინასწარ მეტყველთა, მოციქულთა და ყველა მოწაფის მიერ თავდაპირველად შუა და ბოლო ჟამს. ღვთის ყველა საქმე და მისი მტკიცე ქმედებაში, რაც ეხება ადამიანის გადარჩენას და რაც ჩვენს რწმენაში ძევს. ჩვენ მას ვიღებთ ეკლესიიდან და ვიცავთ, იგი მუდამ ღვთის სულისაგან გვეძლება. როგორც უმშვენიერეს ჭურჭელში მოთავსებული უძური ფასესი საუნჯე, რადგან ღვთის ეს ძღვენი ჩაბარდა ეკლესიას ისე, ვითარცა სული სიცოცხლისა, მიეცა პიროვნულ ადამიანს. რათა განეცხოველებინა მისი მიმღები ყოველი ასო. აქ არის ქრისტესთან თანაზიარება, რადგან როგორც ამბობენ, უფალმა ეკლესიაში განაწესა მოციქულნი, წინასწარ მეტყველი, მასწავლებელი და სული წმინდის მოქმედების ყველა საშუალება. მათთან თანაზიარობას მოკლებულია ნებისმიერი, ვინც არ ეკითხება ეკლესიას და თავისი უკეთური სწავლებითა თუ ყოვლად უღირსი ქცევით თავადვე აკლდება სიცოცხლეს. რადგან სადაც ეკლესიაა, იქვეა სული ღვთისა და სადაც სულია ღვთისა, იქავე ეკლესია და სრულიად ყოველი მადლი. თავად სული კი არის ჭეშმარიტება. ამიტომაც ისინი, რომლებიც ქრისტეს არ ეზიარებიან, არ საზრდოობენ დედის მაცხოვნებელი ძუძუთი, არ ეწაფებიან ქრისტეს სხეულიდან გამომდინარე უწმინდეს წყაროს, სამაგიეროდ მიწაში თხრიან უბადრ გჭებს, სამენ მის ტალახიან აშუმრებულ წყალს, მოუბრუნებლად განეშორებიან ეკლესიის რწმენას და უარყოფენ სული წმინდას, რათა არა გულისხმა ხონ. ჩვენ კი ვლოცულობთ, რომ ისინი არ ჩარჩნენ ორმოში, რაც თავადვე ამოითხარეს, არამედ დაუტევონ სიცარიელე და სიბნელე, რჯულიერად იშვან.
მოიქცნენ ღვთის ეკლესიისაგან, რათა ქრისტე გამოისახოს მათში, რათა შეიცნონ შემოქმედი სრულიად სამყაროსი, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი. ჩვენი ეს ვედრება მათთვის აღევლინება გვიყვარს ისინი იმაზე მეტად, ვიდრე თავად განიზრახავენ საკუთარი თავის სიყვარულს. ჩვენი სიყვარული, ვითარცა ჭეშმარიტი, გადაარჩენს მათ, თუ კი მას ისინი შეიწყნარებენ. როდესაც უკვირდებით ხალხს გამოსახულს სულიწმინდის, ანუ დღევანდელი დღესასწაულის ხალხს, იქ ცხადაჩანს მოციქულები და მათზე არის ცეცხლოვანი ენებით გადმოსული წითელი ეს ენები. ეს რას ნიშნავს? რომ თუ ეს გზა არ გაიარე ადამიანმა, თუ ეს მოციქულთა სწავლება არ შეიწყნარე, ქრისტემდე ვერ მიხვალ. ამ რამოდენიმე დღის წინათ მე მგონი 50-იანელები თუ არ ვიცი, ერთ-ერთი სექტანტი მოკლედ, რაღაც ჯგუფი ჩამოსული იყო. ამაზე რასაკვირველი ეკლესიამ გააკეთა კიდევაც ხმამაღალი განცხადება და თავისთავად ცხადია, მინდა შევეხო ერთი სიტყვით იმას, რომ საცოდაობა არის მათი ქმედება და მათი საერთოდ ეგრეთ წოდებული შრომა, რომ ვითომ ჭეშმარიტება არის მათთან. ჭეშმარიტება არ არის მათთან, არის მხოლოდ ჩვენთან. და მე უბრალოდ ის ხალხის მეწოდება, ვისაც ისინი აპყოლებენ. ასაკვირველია, ჩვენ მას უნდა აღვდგეთ წინ, მარტო ის რომ ისინი წოდებიან არ არის საკმარისი. გავცეთ მას საკადრისი პასუხი და მიუთითოთ თავიანთი ადგილი. ასე რომ იქ შეუძლიათ იყვნენ. ხალხი გვენანება ჩვენ დასაღუპავად, მაგრამ არჩევანი თვითონ გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა. ჩვენ ღმერთმა ყველას მოგცა ნება თავისუფალი და სადმინდა ვიყოთ, ეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ თვითონ. მაგრამ შემოთავაზება თავს მოხვეული ეს სიბილწეები ამას ჩვენ ვერ მივიღებთ და შეიძლება სხვა რაღაცები კარგი ვისწავლოთ. მოდი ჩვენ განისწავლოთ ახლა მაგერმა პირიქით რა არის რეალურად ჭეშმარიტება. მე თვითონ დაგლოცოთ, მე თვითონ გაკურთხოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ეკლესიის დაბადების დღეს, დღევანდელ დღეს ეს არის ჩვენი უდიდესი დღესასწაული და მისი მადლი ფარავდეს თქვენ და თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისაც უყვარს ქრისტე. აი ამ ადამიანებს მე თვითონ დაგუსტურებ.